პატიმრობა და სამსახურიდან გათავისუფლება ასეთია მოსამართლის ვერდიქტი გორში დაკავებული პოლიციელების რეზონანსულ საქმეზე. ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სამართალდამცავების ნაწილი ბრალს აღიარებს. სასამართლო პროცესზე დღეს არც ერთი მათგანი არ მივიდა. გამოძიებასთან თანამშრომლობის და დანაშაულის აღიარების არგუმენტით გირაოს ან ალტერნატიულ სასჯელს ითხოვდნენ ადვოკატები. არ არის გამორიცხული, რომ ფიგურანტთა წრე გაფართოვდეს, გამოძიება გრძელდება. პროკურორი ამბობს, რომ დაკავებულთა ნაწილი ძიებას საჭირო ინფორმაციას არაწვდის. Სამდრომდე კლინიკაში რჩება დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი, რომელიც პოლიციელებმა 2 დღის წინ გორში ეგრეთ წოდებულ კომბინატის დასახლებაში ცემას. ფიზიკურად იძალადეს მის მეგობარზეც. ორივე მათგანს დაზარალებული სტატუსი აქვს, თუმცა საგამოძიებო მასალებში ბრალდებულად ფიგურირებს ნაცემი ლოცულაშვილიც, რომელსაც ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელისთვის ქვის როლას ედავებიან. საავადმყოფოში იმყოფება მითითებული სამართალდამცველიც. ძალადობის სამსახველი მძიმე კადრები და არაერთგვაროვანი ვერსიები. მხარეები ძალადობამდე განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვანაირად აღწერენ. პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პოლიციელს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ალექსი ბადალოვის, ბესო მაცალაძის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელისა და ვლადიმერ გოდერძიშვილის თანამდებობებიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. საქმე მოსამართლე ლევან დარბაიძეს უნდა განეხილა, თუმცა მან თვით აცილება განახორციელა. როგორც გაირკვა, მოსამართლე ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია. საბოლოოდ საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს დაეწერა და სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულმა თანამშრომლებმა სასამართლოს სხდომაზე დასწრებაზე უარი თქვეს. პროკურატურის წარმომადგენლებმა სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დაკავებულმა პოლიციელებმა ძალადობით გადაამეტეს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ძალადობაში ჩართული სხვა პირების ვინაობა დადგენილი არ არის და ინტენსიურად მიმდინარეობს საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული პოლიციელების ნაწილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს და ინანიებს, ნაწილი კი პოზიციას არ აფიქსირებს. მოსამართლის განმარტებით, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობის საქმეში პოლიციელები არიან ბრალდებულები. აღკვეთის ღონისძიებად მხოლოდ პატიმრობას განიხილავდა. დაამხრივ პროკურატურის შუამდგომლობა უდაოდ დასაბუთებული იყო. ჩემი დასაშვები არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. გამოძიების ეტაპზე მან მისცა ამგვარი ჩვენება, რომ ის ეკიპაჟთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეო მასალაშიც არის ის, რომ ის აწვდის ხელბორკილს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს. ესე იგი, ეს ადამიანი მივიდა თავისი მოვალეობის შესრულებისთვის შემთხვევის ადგილზე. რა წინაპირობები არსებობდა, როგორ განვითარდა მოვლენები მის მისვლამდე, ამ ადამიანმა ბუნებრივი არ იცოდა და არც არავის განუმარტია მის. ამ ეტაპზე დადგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ეს პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, გადამოწმების მიზნით შეჩერებას მოყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შესაბამისად, სწორედ ამითი გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას. გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის, ეს მათი უფლება არის შესაბამისად. რაც შეეხება მათთან ერთად, ხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, კი ბატონო, რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირების ნაწილი გარკვეული არის ამ ეტაპისთვის, თუმცა ის რომ იქ ყოფმა სხვა პირებმა ჩაიდინეს თუ არა რაიმე დანაშაული, ეს არის გამოძიების დასადგენის საკითხი და ამ კუთხითაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება გრძელდება. სასამართლო პროცესის პარალელურად პროკურატურამ პაპუნა ლოცულაშვილს დაზარალებული სტატუსი მიანიჭა. მისი უფლებადამცველების მოთხოვნა კვლავ უცვლელია. ისინი ამბობენ, რომ ძალადობაში 6-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. ადვოკატები ასევე მოითხოვენ, რომ პოლიციელების მიმართ წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან მათი თქმით ლოცულაშვილის წინააღმდეგ წამებას ჰქონდა ადგილი. უფლებადამცველების კიდევ ერთი მოთხოვნა დაზარალებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ განმარტეს, რომ გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი მოთხოვნის არსებით ნაწილს წარმოადგენდა. ეს უკვე ერთი სამართლებრივი აღიარება იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წარმოადგენდნენ მსხვერპლებს იმ დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის მიხედვით. ცხადია, რომ დანაშაულის პრეზუმპცია იცავს ყველას, თუმცა მოქმედ ეტაპზე ის სტანდარტი, რომელიც სტანდარტითაც სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და ასე ვთქვათ, განსაზღვრა აღკვეთის ღონისძიება თითოეული მათგანის მიმართ, სავსებით არის დაკმაყოფილებული. გუშინ გვიან
წლიან ღამით პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ლოცულაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რადიანის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლოცულაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე ყველა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების მიერ კონსილიუმი. პაციენტს ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს, თქვა, სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას არ ვლინდება. პაციენტს შესთავაზა მონიტორინგის მიზნით დაკვირვება დინამიკაში და ჰოსპიტალიზაცია. პაციენტი იმყოფება ნევროლოგიურ დეპარტამენტში, ვიტალური პარამეტრები სტაბილურია, მხოლოდ და მხოლოდ დაყოვნების მიზეზი პაციენტთან არის შემდგომი მონიტორინგი, ვინაიდან ის აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, ასევე ჰქონდა გულისრევის შეგრძნება. ყველაფერი აბსოლუტურად კონტროლზეა, არაფერი მიზეზი რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტურად არ არსებობს, რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა, რომ ის გადიოდეს რაღაცა მკურნალობის დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ყველაფერი ეს იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს უშუალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, საკითხი დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შემთხვევა გორში ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში 2 დღის წინ მოხდა. პოლიციელებმა პაპუნა ლოცულაშვილზე და მის მეგობარზე ფიზიკურად იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ძალადობით ჩადენილ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.